მე მინდა ბატონ მიშას დიდი მადლობა უთხრა არა მხოლოდ იმ საქმიანობის რომ ეს ასის დღეს ეწევა, არამედ იმისაც რომ ადამიანი რომელიც იშვიათია მე არ მინახავს თითქმის ასეთი ადამიანი რომელიც ერთდროულად თავის ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე პროფესია ძალიან მაგრად შეითავსა, პრაქტიკულად ხელახლა ითვისა და ყველა დროში დარჩა ეფექტურ პატრიოტთან, პატრიოტ ადამიანად. ბატონ მიშა არის დიდი ხნის განმავლობაში იყო მეცნიერი, 1970 წლიდან მუშაობს ფილოსოფიის ინსტიტუტში, მართლაც და არის დიდი ფილოსოფოსი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი ფილოსოფოსი თანამედროვეობის. შემდეგ ის იყო საქართველოს პოლიტიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ დარგისაც, იმიტომ რომ მე კარგად მახსოვს მისი პუბლიცისტური საქმიანობა 80-იან წლებში, მისი საპარლამენტო საქმიანობა 90-იან წლებში, მისი ბრძოლა იმ პროვინციულ დიქტატურას რომელიც ჩვენ მქონდა აჭარაში ასევე 90-იან წლებში და ყველა ეპოქაში ეს არის ჩემთვის იყო ეს ადამიანი არაკონფორმისტული დამოუკიდებულების ეტალონი, სიმბოლო და სტანდარტი. ამიტომ მე ვიცი რომ თქვენ სახელმწიფო ჯილდოები გაქვთ ბატონ მიშა, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გითხრათ და ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ბრწყინვალების ორდენი თქვენი მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობისთვის, ისევე როგორც თქვენი ხელმძღვანელობისთვის აჭარის უზენაეს საბჭოში ყველაზე რთულ პერიოდში, ევანდელი ასევე ძალიან საინტერესო საქმიანობისთვის და ქვეყნის გვერდით დგომისთვის და პატრიოტიზმისთვის გადმოგცეთ. ბატონო პრეზიდენტო, დამსწრე საზოგადოებო, ჩემი ასაკის კაცი აღარ უნდა ღელავდეს, ბევრის ნახველიც ვარ, მაგრამ გეტყვით რომ ნამდვილად ღელავ. მე ბატონმა პრეზიდენტმა უკვე მესამე დამაჯილდოვა და არასოდეს არ ვიცოდი ვიდრე არ იტყოდა ბატონი პრეზიდენტი რა ჯილდოს მანიჭებდნენ. არ ვკითხულობდი. ერთი წლის წინ აი ამ დარბაზში ამ ტრიბუნაზე ეროვნული პრემია გადმოცა ბატონმა პრეზიდენტმა. სახელმწიფო პრემია მაქვს მიღებული, ნუცუბიძის პრემია, ეს ჯილდოები ღირსების ორდენი, გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი, მაგრამ დღეს განსაკუთრებული ვითარება საქართველოში ჩვენი გუნდი იბრძვის მომავალი საქართველოსთვის ბატონი პრეზიდენტის მეთაურობით და ჩვენ ბოლომდე უნდა გავიტანოთ ეს ბრძოლა, რათა საქართველოს იყოს ფეხზე დამდგარი, ძლიერი და მინდა აი მთელი პასუხისმგებლობით განმოცხადო, რომ ეს ჯილდო, რომელიც ახლა გადმომეცა მე არა, წონის ყველა ჯილდოს და ალბათ ჩემ ცხოვრებაში ამაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჯერ არ მქონია. და მომავალშიც, რა ვიცი. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა თქვენ ყველას და დიდი მადლობა და ეს არის, რა ვიცი, როგორ გითხრათ, არის ჩემთვის ერთგვარი ავანსი, რომ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა როგორც პოლიტიკურ, ისე სამეცნიერო ასპარეზზე. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო.